არის შენთვის ყველაზე დიდი შიში? რომელ თვისებას აფასებ ყველაზე მეტად კაცში ან ქალში? მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღევანდელ ეპიზოდში პასუხს გავცემ მარსელ პრუსტის 35 კითხვას. ეს კითხვარი ძალიან ხშირად გამოიყენება სხვადასხვა გადაცემის ან ჟურნალისტის მიერ, ამიტომ არსებობს ერთმანეთისგან ცოტა განსხვავებული ვერსიები. მე ავარჩიე Vanity Fair-ის ვერსია და ვფიქრობ, რომ ჩემი გამომწერებისთვის საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რასაც გაიგებენ ჩემი პასუხებიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ ძირითადად საკომუნიკაციო საშუალება გვაქვს ვიდეო ფორმატით, არ ვიცნობთ ერთმანეთს და რაღაცნაირად უფრო მივხვდებით რა არის ჩემი ინტერესები, რატომ გავაკეთე ეს არხი და ზოგადად რა მიზნები მაქვს ცხოვრებაში. აქვე ვიტყვი, რომ როდესღაც 2017-18 წელს ამ კითხვაზე უკვე მაქვს პასუხი გაცემული, თუმცა შემდეგ არ მქონია შეხება, ეხლა უბრალოდ ChatGPT-ს ვთხოვე, რომ ბოლო ვერსია გადაეთარგმნა და არ წამიკითხავს, ამიტომ არ ვიცი გრამატიკულად სწორია, არ არის სწორი, მინდოდა რომ რაღაცნაირად ლაივ რეჟიმში გულწრფელად დიდი ფიქრის გარეშე გამეცა პასუხები. რა არის შენი წარმოდგენა სრულ ბედნიერებაზე? სრული ბედნიერება ჩემთვის არის სიმშვიდის, უსაფრთხოების განცდა, ჰარმონიული ურთიერთობები, ჯანმრთელობა და სისავსის შეგრძნება. რა არის შენი ყველაზე დიდი შიში? ამ ბოლო დროს ჩემი ყველაზე დიდი შიში არის ომების საფრთხეებიდან გამომდინარე, თუნდაც საქართველოს როგორ რეგიონშიც არის, ან თუნდაც ის ფაქტი, რომ ამდენი არანორმალური, გაუწონოსწორებელი ადამიანის ხელში არის ძლიერი ქვეყნების მართვის სადავეები, ეს ყველაფერი ხანდახან მაფიქრებს, რომ მართლა მესამე მსოფლიო ომისთვის ხომ არ ემზადება ეს მსოფლიო და ეს შიში არ მტოვებს და ხანდახან უფრო მძაფრად მაქვს, ხანდახან უფრო ნაკლებად, მაგრამ ვცდილობ, რომ ამ ტიპის ინფორმაცია გავფილტრო, აღარ მივიღო, თუმცა ხანდახან მაინც მაქვს ხოლმე შემოტევები. სხვათა შორის საინტერესოა, აი ეხლა 2025 წელს რა არის თქვენი მიმდინარე რეალური შიშები და ვისაც არ დაგეზარებათ, დამიწერეთ კომენტარებში. რომელი თვისება არ მოგწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში? საკუთარ თავში არ ვიცი ეს ერთი სიტყვით როგორ დავახასიათო ეს თვისება, მაგრამ არ მომწონს ის, რომ ძალიან ბევრი იდეა მომდის და ეს იდეები შეიძლება ერთმანეთისგან იყოს ძალიან განსხვავებული, საერთოდ სხვადასხვა პოლუსზე, ხან მინდოდეს სასტუმრო ბიზნესი, ხან უძრავი ქონების ბიზნესი, ხან კოუჩინგი, ხან რა, არა და მე ჩემი ცხოვრებისეული მისია და მიზანი გადაწყვეტილი მაქვს და ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ აი ყოველ დღე სხვადასხვა იდეები მომდის და ხანდახან მე გადავერთვები ამ სხვა იდეაზე და რეალურად ფოკუსს ვერ ვინარჩუნებ იმაზე, რაც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ ვიტყოდი, რომ ჭარბი იდეები და ნაკლები ფოკუსირება იმაზე, რაც რეალურად ჩემთვის მნიშვნელოვანია და რაც მინდა ცხოვრებაში. რომელი თვისება არ მოგწონს ყველაზე მეტად სხვებში? ყველაზე მეტად სხვებში არ მომწონს აზრის ხშირად ცვლილება, ანუ ცვალებადი ხასიათი კი არა, ცვალებადი გადაწყვეტილებები. ხასიათი შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ გადაწყვეტილება შეუცვლელი იყოს და ყოველთვის მიჭირდა ისეთ ადამიანებთან მუშაობა, ურთიერთობა, მეგობრობა, ვისი გადაწყვეტილებებიც ხშირად იცვლებოდა. ოღონდ ამას მე არ გულისხმობ, რომ მაგალითად ადამიანს რისი ჩაცმა უნდა, ან რისი ჭამა უნდა, არამედ უფრო ისეთი რაღაცნაირი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები, რადგან ეს ურთიერთობაში მიქმნის არასტაბილურობის შეგრძნებას და დღეს უკვე ვერიდები მსგავსი ტიპის ადამიანებთან ყველანაირ კომუნიკაციას ან რაიმე სახის ურთიერთობის დაწყებას. ვინ არის ცოცხალი ადამიანი, ვინც გაკვირვებს ყველაზე მეტად?
ვინ არის ცოცხალი ადამიანი, ვინც მაკვირვებს ყველაზე მეტად? არ ვიცი, ხა უცბად შეიძლება ესე სხვა იყოს, მაგრამ ჯოკოვიჩი მახსენდება, იმიტომ რომ მაკვირვებს მისი თვითდისციპლინა, თავმდაბლობა, ათლეტობა, საქმის მიმართ დამოკიდებულება, პოლიტიკური შეხედულებები, აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც როგორ იქცეოდა და რა განცხადებებს აკეთებდა კოვიდის დროს, გამბედაობა, აი ძალიან მისაბაძი ათლეტია შემთხვევაში და ნამდვილად ვიტყვი რომ მაკვირვებს, მაგრამ ყველაზე მეტად თუ არა, არ ვიცი, იმიტომ რომ ესე შეიძლება ხვალ სხვა ადამიანი უთქვა და უცბად არ გამხსენებოდა მაგალითად. შენი ყველაზე დიდი ფუფუნება. ჩემი ყველაზე დიდი ფუფუნება არის თავისუფალი დრო, თავისუფალი ნება და ნელი ცხოვრება. რა არის შენი ამჟამინდელი გონებრივი მდგომარეობა? ჩემი გონებრივი მდგომარეობა არის მშვიდი, სტაბილური, გაწონასწორებული და გაცნობიერებული. რა არის შენთვის ყველაზე დიდი უბედურება? ყველაზე დიდი უბედურება, ეხლა დაშვებებს არ გავაკეთებ, რა შეიძლება მომავალში მოხდეს ან რამე მსგავსი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება, რაც ძალიან მიჭირს რომ გავაცნობიერო, არის ბებიის და ბაბუის გარდაცვალება. რომელ თვისებას აფასებ ყველაზე მეტად კაცში? კაცში ყველაზე მეტად ვაფასებ ერთგულებას, მზრუნველობას, მხარდაჭერას და არ ვიცი, ერთგულებას, მზრუნველობას და მხარდაჭერას მე მგონი საკმარისია. ეხლა ეს უფრო ჩემს ქმარზე დავფიქრი და ყველაზე ძალიან ამ სამ თვისებას ვაფასებ. რომელ თვისებას აფასებ ყველაზე მეტად ქალში? ყველაზე მეტად ქალში ვაფასებ სიკეთეს, უბრალოებას, თავმდაბლობას და განვითარების სურვილს. რა არის შენი საყვარელი საქმიანობა? ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ჩემთვის საინტერესო საკითხების კვლევა, გააზრება, ცხოვრებაში, პრაქტიკაში დანერგვა და საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობა არის ჩემი საყვარელი საქმიანობა, ნამდვილად შემიძლია ეს თქვა. ვინ არის შენი საყვარელი მწერალი? აქ ორ ტიპად დავყოფ. მხატვრული ლიტერატურა იყოს და არამხატვრული ლიტერატურა იყოს. მხატვრულ ლიტერატურაში თამამად შემიძლია თქვა, რომ არის ჰარუკი მურაკამი, მართლა ძალიან მიყვარს და ზოგადად ძალიან მიყვარს იაპონური კულტურა და ხელოვნება, აქვე ვიტყვი. და რაც შეეხება არამხატვრულ ლიტერატურას, ბოლო დროის ყველაზე საყვარელი მწერალი არის რობერტ გრინი. აქვე დავამატებ, რომ ქართველ მწერლებს სპეციალურად არ ვასახელებ, იმიტომ რომ ზოგადად ისინი ჩემთვის მწერლობის კატეგორიაში არ გადიან, ეს ჩემთვის არის რაღაცა ეროვნული საგანძური და თუნდაც ყველაზე ნაკლებად პოპულარული მწერალი, გავქნა ძალიან სუბიექტური ვიქნები, მირჩევნია ნებისმიერ უცხოელ ბესტსელერ სუპერსტარ ავტორს, იმიტომ რომ მგონია რაღაცნაირად ეს მოღვაწეობრივი ცხოვრება და ქვეყნის საერთო სიკეთეში წვლილი შეტანა ცოტა სხვანაირად უნდა შეფასდეს, ვიდრე უბრალოდ მწერალი, ამიტომ ქართველებს სპეციალურად არ ვასახელებ. შემდეგი კითხვა არის, ვინ არის შენი საყვარელი პოეტიო და ჩემი საყვარელი პოეტი არის სერგეი ესენინი, მაგრამ ქართველი რომ თქვა, ცალსახად გალაქტიონი ვიცი, რომ წეგან თქვი, რომ ქართველებს არ ვიტყვით, მაგრამ გალაქტიონი იმდენად მიყვარს, რომ უნდა ვთქვა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ის ნამდვილად ერთადერთი და გამორჩეული არის ჩემთვის. ვინ არის შენი საყვარელი გმირი ლიტერატურიდან?
ესე იგი, ვინ არის ჩემი საყვარელი გმირი ლიტერატურიდან? გავიხსენოთ. ახლა ადრე ბავშვობაში ისეთი დრამატული გმირები მომწონდა ძალიან რა, უფრო ქალებს გულისხმობ ეს დრამა, სიყვარული, განცდები რაღაცა ესეთი, მაგრამ ეხლა აღარ მომწონს ეგეთი გმირები და ვერ ვიხსენებ სიმართლე რო გითხრათ, მაინც და მაინც რომელი გმირი შეიძლება დავასახელო ესე ერთ გმირად, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ მებრძოლი, შეუპოვარი ყველა გმირი, ვინც არ ნებდება, იღვიძებს და იბრძვის იმისთვის, რომ მისი შემდეგი დღე იყოს უკეთესი. უცბად გამახსენდა ეხლა, რომ გმირი რატომღაც წარმოვიდგინე მაინც და მაინც გმირი, ესე ვთქვათ, არარეალური რა, მაინც და მაინც შექმნილი გმირი და ეხლა გამახსენდა ესეთი ფსიქიატრი და მწერალი არის ვიქტორ ფრანკლ და მისი წიგნი ჩემთვის იყო ერთ-ერთი აღმოჩენა, რომელსაც ქართულად რო ვთარგმნოთ არის კაცი თავისი მისიის ძიებაში, დანიშნულების ძიებაში, ეს არის ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ის თავის ცხოვრებას აღწერს და ზუსტად ის თვისებები და უნარები, რაც მე ჩამოვთვალე, რომ ბრძოლის უნარიანი და იბრძვის და არ ნებდება, ზუსტად აი ამ გმირს ასახავს და მიესადაგება და ამ აღწერიდან გამახსენდა უცბად ეგ გმირი და ვიტყოდი, რომ ბატონი ვიქტორი, ვინ არის შენი საყვარელი გმირი ისტორიიდან? შოთა რუსთაველი მახსენდება. ჩემი საყვარელი გმირი ისტორიიდან არის შოთა რუსთაველი და ალბათ შოთა რუსთაველის ღვაწლი ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ დაუფასებელია და რაღაც მხრივ ეს ჩვენი სისტემის დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ფორმა როგორც ჩვენამდე მოდის ვეფხისტყაოსანი და ასაკი სრულიად შეუსაბამოა ერთმანეთთან. მე მახსოვს ჩემი გამოცდილება ვეფხისტყაოსანთან და როგორ არ მიყვარდა ეს საზეპიროები პირდაპირ გაძლევდნენ, მოდი პირველი თავი, მეორე თავი, 16 კუპლეტი აბა ეხა ანდერძი ისწავლე თავიდან ბოლომდე ყველანაირი კონტექსტის გარეშე და ფაქტობრივად სკოლაში გაძულებენ ვეფხისტყაოსანს ისე, რომ არასდროს აღარ მიუბრუნდე და შემდეგ როცა მიუბრუნდები, ხედავ რა არის საქართველო, რა არის შენი კულტურა და სულ რომ მაგალითად ისე მოხდეს, რომ ყველანაირი დოკუმენტი ელექტრონული თუ ფიზიკური განადგურდეს და ყველაფერი საერთოდ რაც საქართველოსია, ერთი წიგნი რო შემორჩოს და ეს იყოს ვეფხისტყაოსანი, საკმარისი იქნება ჩვენი იდენტობის, კულტურის და ისტორიის ასახსნელათაც და თავიდან დასანერგადაც. აქედან გამომდინარე ვიტყოდი შოთა რუსთაველს. შენი საყვარელი მხატვარი, ჩემი საყვარელი მხატვარი არის მატისი და ლადო გუდიაშვილი. ეს ორი მხატვარი ძალიან მიყვარს და მიუხი. შენი საყვარელი მსახიობი კაცი ან მსახიობი ქალი. ფილმებს ძალიან ბევრი წელია არ ვუყურებ. ბევრი ფილმი მაქვს ძალიან ნანახი ზოგადად. უფრო ისეთი არაკომერციულები ალბათ, მაგრამ აღარ ვნახულობ რა ფილმებს და ამიტომ გამიჭირდება ალბათ, რომ ახალი მსახიობები ვთქვა, ვიტყვი რომ ადრიანო ჩელენტანო, იმიტომ რომ ჩემთვის არის კლასიკა და ვგიჟდები ადრიანო ჩელენტანოზე და მის ფილმებზე და ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს და რაღაცნაირად ნოსტალგიურად ბებიას და ანუ მის ახალგაზრდობას და ჩემ ბავშვობას მახსენებს და ქალი მსახიობებიდან ძალიან მიყვარს ორნელა მუტი, ბრიჯიტ ბარტო, მოკლედ ამორს ვიტყოდი. რომელ სიტყვებს ან ფრაზებს იყენებ ხშირად? ესე ამოჩამებული ფრაზა მე მგონი არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება და სიტყვებს რაც შეეხება რა არის? ნუ ძალიან ხშირად ხმარობ სიტყვა მიყვარხარს, ჩემ ქმარს ვეუბნებ ძალიან ხშირად მომენატრე, იმიტომ რომ ჩემი მშობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები საქართველოში ცხოვრობენ და მათ ხშირად ვეუბნები, რომ მომენატრნენ
და სხვა ესეთი რომ აი რაღაცა მახსენდებოდეს რომ გინდა თუ არა ყოველდღე ვიძახი, ესეთი არ არის. სად და როდის იყავი ყველაზე ბედნიერი? იცით რა არის? ვიტყოდი რომ ეხლა აი ამ წუთას ამ ვიდეოს რო ვწერ, ამ სახლში რო ვარ, ამ ქვეყანაში რო ვარ, აი ამ წამს ვარ ყველაზე ბედნიერი, იმიტომ რომ შეიძლება ესე აღწერით და შეგრძნებებით წარსულიდან იყოს რაღაცა დღეები, სადაც უფრო მეტი დეკორაცია მქონდა ბედნიერებისთვის, მაგრამ ეგ არის წარსული. და რა ვქნა ეხლა თუ 5 დღის წინ უფრო ბედნიერი ვიყავი, აი დღეს რა? არ ვიცი. მე ვაფასებ დღევანდელ დღეს. მიხარია რომ დღეს გავიღვიძე. ჩემ გარშემო არის სიმშვიდე, უსაფრთხოება, ჩემი საყვარელი ადამიანები არიან კარგად, ჯანმრთელები და მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ და ამას რაღაცა ხვალ შეიძლება დამატებით დეკორაცია დაემატოს, რომ რაღაცა შევიძინეთ, რაღაცა კარგი ამბავი გავიგეთ, მაგრამ ის საბაზისო რაც მაქვს ძალიან ვაფასებ და ძალიან მადლიერი ვარ, თუნდაც ის რომ ეხლა მაქვს შესაძლებლობა და ფუფუნება და თავისუფალი რომ ეს ვიდეო ჩავწერო, მე თვითონაც ჩავუღრმად და ჩემ თავს და ჩემს მაყურებელსაც უკეთ გავაცნო საკუთარი თავი. ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ ეხლა. რომელი ნიჭის ქონა გსურს? აქ მახსენდება სიმღერა და რა ვიცი, ხატვა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მესმოდა რომ სმენა არ მაქვს, ხმა არ მაქვს, ვერ მღერი კარგად და რომ ხედავდი ჩემ მეგობრებს სკოლაში, ისინი ძალიან ლამაზ რაღაცეებს ხატავდნენ და მე რაღაცა არ გამომდიოდა თუ არც მიცდი, აი არ ვიცი, ეს ორი მიმართულება ძალიან მიყვარს, ანუ სხვისას ძალიან ვაფასებ და ვარ ესე ვთქვათ მუსიკის და მხატვრობის გურმანი, მაგრამ მე თვითონ არც მისთია დიდად და არც გამომდის. ამიტომ, თუ სურვილია და ოქროს თავზე მოვა, ვისურვებდი, რომ შემეწყოს კარგად ხატვა და სიმღერა. თუ შეძლებდი, რას შეცვლიდი საკუთარ თავში? საკუთარ თავში რას შევცვლიდი? არ ვიცი, იცით რა არის? იმდენად დიდი მიმღებლობა მაქვს საკუთარი თავის, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად, სულიერად, ემოციურად, რომ ბევრი რაღაც არის ჩემში, რაც არ არის დადებითი და ბევრი ცუდი თვისება მაქვს, ან შეიძლება არ ვარ ისეთი ემოციურად სტაბილური, როგორცაც ვისურვებდი რომ ვიყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აი ესე მინდა რომ ჰოპ და ერთ დღეში შეიცვალოს რამე, იმიტომ რომ მე ძალიან ვსიამოვნებს თვითონ პროცესის და გზის გავლა ცვლილებებისკენ და შესაბამისად ვიტყოდი, რომ არაფრის ცვლილება არ მინდა აი ეხლა ესე ერთ წუთში, მაგრამ რასაც დრო მოიტანს განვითარება და ჩემი საჭიროებები და მიზნები, ყველაფრის მიმართ მაქვს მიმღებლობა და ვიქნები კმაყოფილი. რას თulis შენს ყველაზე დიდ მიღწევად? ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი კორპორატიული სამყაროს ვირთხების რბოლისგან საკუთარი თავის გამოგლეჯას. მე არ ვიცი ჩემი მაყურებელი როგორი ტიპის სამსახურში მუშაობს და შეიძლება ყველა კორპორატიული სამსახური არ იყოს ისეთი, მაგალითად როგორიც იყოს ჩემი და ყველას კარიერა არ იყოს იდენტური, მაგრამ აი მართლა ეგეთი შეგრძნება მქონდა, რომ აი ტვინზე მეჯდა რაღაცა და მთელს ჩემს ცოდნას, ენერგიას, კარგ ფიქრებს, აი ყველაფერს იწოვდა და დღის ბოლოს ვიყავი რაღაცა არ ვიცი. დაღლილი რობოტი, დასატანი რობოტი და ძალიან დიდი მიღწევა არის ეს ჩემთვის, რომ ეგეთი ტოქსიკური და გამომყენებლური სამყაროსგან საკუთარი თავი გამოვთიშე და გავანთავისუფლე. სად იცხოვრებდი ყველაზე მეტად? ეს ChatGPT-ის თარგმანია, ამიტომ არ შეიმჩნიოთ.
ყველაზე ძალიან მინდა ვიცხოვრო საქართველოში. საქართველო ჩემი სუბიექტური აზრით არის ყველაზე კარგი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყოფილვარ და დაახლოებით 40 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მე ძალიან ვაფასებ საქართველოს მიღწევებს 2000-იანი წლებიდან დღემდე და ვთვლი, რომ ძალიან კარგი ქვეყანა არის საცხოვრებლად. ამას ემატება ის, რომ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მან ცხოვრობენ და თან ვეთანხმები იმ გამონათქვამს, რომ გაიფურჩნე იქ, სადაც დაიბადა. ჩვენი ქვეყანა არ არის იდეალური და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, თუნდაც დანია, რომელიც ტოპ 5-ეულშია happiness რეიტინგის, რომ აი ყველაზე ბედნიერი ხალხი არის მან დანიაში მე რაც ვნახე ჩემი თვალით და როგორც ვნახე რომ რაღაც პროცენტი ხალხის ცხოვრობს მე მსგავსი უბედურება და ცუდი სიტუაცია არსად არ მინახავს და არც კი წარმომედგინა რომ არსებობს არის ფილმებში მინახავს არის წიგნში წამიკითხავს და არსად ამიტომ მე არ მაქვს ეგეთი წარმოდგენა, რომ სხვაგან ყველაფერი კაია და ჩვენთან ყველაფერი ცუდია. ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი რაღაც აქვს სამუშაო, განსავითარებელი, ბევრი სისტემა, მათ შორის რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემა არის განსავითარებელი და შესაძლებელი, მაგრამ ფიქრობ, რომ ერთიან ქართულ ოჯახს თუ ჩვენ ინდივიდუალურად ვიზუნებთ საკუთარი თავის განვითარებაზე, აქვს პერსპექტივაში, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქვეყანა გქონდეს. რა არის შენთვის სრულყოფილი მეგობრობა? ჩემთვის სრულყოფილი მეგობრობა არის აბსოლუტური მიმღებლობა ერთმანეთის განსჯის გარეშე, თუმცა ეს არ ნიშნავს, როცა რჩევას გეკითხებიან ადამიანს არ ურჩიო, ან როცა ხედავ, რომ მისთვის რაღაცა დესტრუქციულ პროცესია, არ დაანახვა, რომ ეს არ არის კარგი გზა, მაგრამ აუცილებლად მიმღებლობა, გვერდში დგომა და შინაარსობრივი ღრმა ურთიერთობები. ეს არის ჩემთვის სრულყოფილი მეგობრობა, როცა გრძნობ, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობით შენ ხდები უკეთესი ადამიანი და პირიქით. რა არის შენი ყველაზე ძვირფასი ქონება? ჩემი ყველაზე ძვირფასი ქონება არის ჩემი ცნობიერი და ამ ცნობიერში გულისხმობ ყველაფერს რაც ვარ, ჩემი გონება, ჩემი ქვეცნობიერი, ჩემი სული, ჩემი სხეული, ყველაზე დიდი ქონება რაც გამოჩნია ცხოვრებაში არის საკუთარი თავი და სიცოცხლე. რა არის შენი საყვარელი ფერი და ყვავილი? ჩემი საყვარელი ყვავილი არის ვარდი, რომელსაც ვერ ვიტანდი და საერთოდ არ მესმოდა რომ რატო ჩუქნიან ვარდებს და რა გადამეტებული რომანტიზმია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი საყვარელი ყვავილი არის ვარდი ნამდვილად და ჩემი საყვარელი ფერი ბოლო 3 წელია არის ვარდისფერი. სანამ საქართველოში ვცხოვრობდი, ჩემი საყვარელი ფერი იყო შავი და ზაფხულში შეიძლება თეთრი ჩემერია. ეხლა ჩემი საყვარელი ფერი არის ყველაზე ძალიან რაც მიყვარს არის ვარდისფერი, ოღონდ ეს არ გამოიხატება მარტო ტანსაცმელში, აქსესუარები, რვეულები, კალმები, ყველაფერი ვცილობ. მიხარია რომ მქონდეს ვარდისფერი, არც გჭირდებათ და შემდეგ არის ცისფერი, შემდეგ არის მწვანე და არ ვიცი, აი ესეთი ჭრელი სიცოცხლის ფერები ძალიან შემიყვარდა, რაც პანამაში ვცხოვრობ და სხვათა შორის ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებ მაგ ფერებზე, როგორ მიხდება, განსაკუთრებით ვარდისფერზე და არ ვიცი საქართველოში რომ დაუბრუნდები, მთელი ჩემი გარდერობი არის შავი, რას ვიზამ, მაგრამ ეხლა რაღაც ესე შემეცვალა გემოვნება. რომელ ფრინველთან ან ცხოველთან აიგივებ თავს? მარტივია რა გაგცეთ პასუხი, აქ მახატია ფუტკარი, იმიტომ რომ შრომელი, დაუღალავი, მიზანდასახული და მე და გუგას არხს remote bisi ზუსტად შრომიდან გამომდინარე ქვია და აქ მახატია იაგუარის და ლეოპარდის ნაზავი ვარსკვლავებით, რადგან
რაღაცნაირად ჩემს თავს და ხასიათს ვაიგივებ მათთან, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც ეხება მუშაობას, საქმიანობას, სწავლას, აი ამ რაღაცეებში ძალიან, თორე ისე მტაცებელი არ ვარ. რომელ შემთხვევაში იტყოდი ტყუილს? ტყუილს ვიტყოდი ძალიან ბევრ შემთხვევაში. ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურად დიდად ვიტყუები. არ მახსოვს ეხლა სიმართლე რომ გითხრათ ბოლოს რა მოვიტყუე, მაგრამ შეიძლება და რაღაც მარტივი ყოფილიყო, რაღაც შეხვედრა გადამედო ან რაღაცა ესეთი, მაგრამ ამ წამს არ მახსენდება. თუმცა აუცილებლად მოვიტყუებოდი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად, ალბათ საკუთარი თავის გადასარჩენადაც, პატარ-პატარა ტყუილს, აი ამ თეთრ ტყუილებს, რასაც ეძახიან, ვიტყოდი, რომ შეიძლება სხვისთვის გული არ მეტკინა და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ტყუილი არ არის ჩემი ცხოვრების ნაწილი ან ძლიერი მხარე რომ ვიტყუები, მგონია რომ ყველა ხდება რომ წითელი ვარ ან ბორდოსფერი სახეზე, ან ყოველ შემთხვევაში მე ესე აღვიქვამ, ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ არ ვთვლი რომ ტყუილი ისეთი რაღაცაა, თითქოს უნდა გააკრიტიკო ადამიანი, რომ რატომ მოიტყუა, ანუ ჭირდებოდა და მაგიტომ მოიტყუა, ან შენ შეუქმენი ისეთი სიტუაცია შეაშინე და შეიძლება აიძულე კიდევაც რომ მოგეტყუებინა და სხვათა შორის მე მგონი ზურა მხეიძის ლექცია იყო, სადაც ის ამბობს, რომ სუნამოს შესხმაც კი შეიძლება განიმარტოს როგორც ტყუილი, ამიტომ ნუ ვიქნებით ძალიან მკაცრები. რა გაძლევს ყველაზე დიდ შთაგონებას? ყველაზე დიდ შთაგონებას მაძლევს სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნება, ასევე ზოგადად აი კოლექტიური სულის, კოლექტიური ცნობიერების შეგრძნება, განსაკუთრებით ქალებთან, აი ხანდახან ვგრძნობ, რომ აი ყველა ქალი ერთი ვართ და რაღაც ერთი დიდი ღირებულებები გვაქვს და ერთი დიდი ოჯახი ვართ. აი ეგ რაღაცაები მაძლევს ძალიან დიდ შთაგონებას და რაღაცნაირად ესე აღვიქვამ, რომ ჩვენი ცნობიერი არის უსასრულო, არ აქვს ძირი, ისწავლი რასაც გინდა, დაამტკიცებ რასაც გინდა, გააკეთებ რასაც გინდა და მოკლედ ეგ არის ჩემთვის ძალიან დიდი შთაგონება. პირველ რიგში საკუთარ თავთან კავშირი და ამ კავშირით უკვე უფრო დიდი კავშირები. როგორ სიკვდილს ისურვებდი? ამაზე დიდად არ მიფიქრია, უფრო მიფიქრია მაგალითად შეიძლება როგორი სიბერე მინდა და მინდა რომ ვიყო ძალიან აქტიური, სასარგებლო ცხოვრება მქონდეს, ანუ სხვებისთვის სარგებელი მომქონდეს, საკუთარი თავისთვისაც, საინტერესო იყოს, აი ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი დღე, როცა მე ახალ ინფორმაციას არ ვიღებ, არ ვამუშავებ და არ ვაზიარებ და არ ვითარდები და ნუ რა ვიცი, მინდა რომ დიდხანს ვიცოცხლო და ჯანმრთელი ვიყო თან და ვიმოძრაო და ნუ ეს ყველაფერი იყოს ჩემ ცხოვრებაში და რაც უფრო დიდი ვიქნები და რაც უფრო ესე ვთქვათ, მერე მოხდება ეგ ყველაფერი უკეთესი და რამე ახლა ისეთი კატასტროფული და ის არ მინდა. მინდა რომ შვიდად მოხდეს, იქნებ მედიტაციის გზითაც. რა არის შენი ცხოვრების დევიზი? ჩემი ცხოვრების დევიზი ესე დიდად არ მაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ვიტყოდი რომ არ მაქვს ანუ მხატვრულად ჩამოყალიბებული. ჩემი ცხოვრების დევიზი არის საკუთარი თავის დახმარება და ქალების დახმარება. ნუ კაცებისაც თუ შეხვდებათ წილი ინფორმაციის და დავეხმარები კარგია, მაგრამ კონცენტრირებული ვარ ქალებზე და ძალიან მინდა რომ საქართველოს განვითარებაში და კარგად ყოფნაში შევიტანო პატარა, დიდი, საშუალო ან ზოგადად რამე წვლილი, იმიტომ რომ მართლა მჯერა რომ სადაც დაიბადა, იქ უნდა გაიფურჩქნო და ამ შენი გაფურჩქნით სიკეთე მოუტანო შენ საზოგადოებასაც. რა არის შენი ყველაზე დიდი სისუსტე? ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე რა არის? ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა ის არის, რომ არ ვიცოდი პირადი საზღვრების დაცვა და ეხლა ვსწავლობ ნელ-ნელა და ვარ პროცესში და უკვე ადამიანებს, ვისანაც მაქვს ურთიერთობა და ვისანაც დარღვეული მქონდა პირადი საზღვრები, რაღაცნაირად ვაგებინებ, რომ აი ეს მე ესე აღარ მომწონს, ეს ჩემთვის აღარ მუშაობს, ესე დღეს მე უკვე ესე მინდა, ესე მომწონს და თუ კიდევ გინდა ჩემთან ურთიერთობა, მაშინ რაღაცნაირად მოდი ამ ჩარჩოში ვიყოთ, იმიტომ რომ მართლა მნიშვნელოვნად დარღვეული მქონდა ჩემი პირადი საზღვრები
ყველა ტიპის ურთიერთობაში და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სისუსტე იყო. რას ნანობ ყველაზე მეტად? სინანულით არაფერს არ ვნანობ, უბრალოდ არის რაღაცეები, რასაც ახლა თუ იარსებებს დროის მანქანა და რაღაც სასწაული რაღაცეები შეიძლება და შემეცვალა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვნანობ, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილებამ რაღაც გამოცდილება მომიტანა. იმ გამოცდილებამ გამზარდა, უკეთესი ადამიანი გამხადა და ვფიქრობ, რომ განმავითარა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ესე რაღაცას ვნანობ. საერთოდ ვცდილობ, რომ წარსულზე დიდად არ ვიფიქრო, უფრო ვარ აწმყოს და მომავლის ადამიანი. არის შენი ყველაზე დიდი ოცნება? ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის ჩემს ოჯახთან ერთად გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრება, სადაც ქალები იქნებიან რეალიზებულები, მათი უფლებები იქნება დაცული. ბევრ ქალს ვნახავთ მოწინავე პოზიციებზე, როგორც კორპორატიულ სამყაროში, ისე თავიანთ კომპანიებში, ბიზნესებში, პოლიტიკაში და მინდა რომ ესეთ ბედნიერ ქალებთან ერთად ვაშენო და ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის შეუდარებელია და მასზე კარგი ქვეყანა არ არსებობს. ეს არის ჩემი ოცნება და ესე დავასრულეთ მარსელ პრუსტის კითხვარი. თუ ვინმეს გაინტერესებთ, სხვათა შორის ძალიან კარგია ჩემი აზრით, რომ მეგობრებმა დაუსვათ ერთმანეთს, თქვენ თავს, ოჯახის წევრებს, ან თუნდაც სამაგიდო თამაშივით იყოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გაგაცნობთ ადამიანებს. რა თქმა უნდა, თუ გულწრფელები ვიქნებით და მე მგონია, რომ გულწრფელი ვიყავი. დიდი მადლობა, ვინც ნახეთ ეს ეპიზოდი, გამოიწერეთ ჩემი არხი და დროებით.